ეს არის სადილი, რომელიც ყველას მოსაწონია, მზადდება მარტივად და ბევრი წვალების გარეშე. კარტოფილი და ქათმის ხორცი. ამორის კომბინაცია როგორც წესი უმრავლესობას ძალიან უყვარს. მე როგორც ყოველთვის ვიყენებ ნოსტეს ქათმის ხორცს. გავაცალე კანი და მოვაყარე სუნელები. მარილი, შავი პილპილი, ნივრის ფხვნილი და პაპრიკა. სულ ცოტა ზეითუნის ზეთიც მოასხით და კარგად გადაურიეთ. სუნელები შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეცვალოთ. ხორცი ცოტა ხნით გვერდით გადადეთ და კარტოფილი დაჭერით კუბებად. ან სასურველ ზომაზე და ფორმაზე. გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე და მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, სვანური მარილი, აჯიკა და ცოტა პაპრიკა. მოასხით ზეითუნის ზეთი და გადაურიეთ. აქაც შეგიძლიათ ის სუნელები გამოიყენოთ, რაც სახლში მოგებავებათ. დაალაგეთ ქათმის ნაჭრები და გავუშვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით გამოსაცხობად. მოვამზადოთ ძაძიკი. ბერძნულ იოგურტს დავუმატეთ წვრილ-დაჭრილი კამა, გაჭყლეტილი ნიორი, ლიმონის წვენი და კახეხილი კიტრი. კიტრი შეგიძლიათ გაწუროთ. გადაურიეთ და მზად არის. ზეითუნის ზეთი აღარ მოვასხი, ვინაიდან კერს თავისი ცხიმი აქვს და ეს საკმარისია. სულ ეს არის. გადმოიღეთ თეფშებზე და გემრიელად მიერთვით.